გამარჯობათ, მე ვარ ქასაპუბჯის სისტემ ოპერატორი და მე ვიდეო გაკვეთილში განახებ თუ როგორ დავამატოთ სიახლე ქასაპუბჯიზე. ესე იგი, შევიდეთ საიტზე, მე სიახლის დამატება, სიახლის სახელი. მე თქვენთვის მოვამზადე სიახლე, კიბე ლოგო. შევძლებთ კიბე ლოგო. აქ ავირჩიოთ სასურველი კატეგორია, მოდელს და დავაკოპიროთ სათაური და ჩავსვათ ეგებშიც. სურათს ავატვირთოთ პიკასოჯიზე. ატვირთვა და დავაკოპიროთ პირველი ბუმული. ჩავსვათ აგი აქ. ფაილის ატვირთამდე უნდა დავაწეროთ ფაილს ჩვენ საიტის სახელი. ქასაპუბჯი და სახელი. ფაილს ავტვირთო MyPhotoPage-ზე. თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ OSRG-ზეც. და დაველოდოთ სანამ აიტვირთოთ. აიტვირთა. დავაკოპიროთ ლინკი და ჩავსვათ აქ download 1-ში. მე სრული აღწერა. აქ უნდა დავააღწეროთ, ისე იგი აღწერაში კოდია საჭირო, რომელიც ვიდეოს მოვაყოლებ აუცილებლად. დავაკოპიროთ კოდი. და ჩავსვათ აქ. ესე იგი, დასახელება. სიახლის სახელი აქ. ამოვშალოთ და ჩავწეროთ. აქ ავტორი იქნება ჩემი ნიკი, თქვენ შეასწორეთ და თქვენსაც დააწერთ. აქ სიახლის სათაური. კიბე ლოგო და აქ აღწერა. ქართული შრიფტი არ არის ჯერ საიტზე, მაგრამ შევალ საიტზე და აქედან დავაკოპირებ. მაგალითად ესე იყოს. დავაკოპიროთ და ჩავწეროთ აქ ამის მაგალითად. ამოვშალოთ. ჩავსვათ აქ. დავაკოპიროთ ეს და ჩავსვათ აგი აქ. მე დამატება. სიახლე დამატებულია. ნახოთ. აგი როგორც ხედავთ, სიახლე დაიმატა. ამით ვიდეო გაკვეთილი დასრულებულია. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, დადოთ კომენტარებში. კარგად იყავით.